მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია ტექნოლოგიკის ახალი სეზონი, მეორე სეზონის პირველ გადაცემას უყურებთ ახლა თქვენ. მე გახლავართ დავით მაჭახელიძე და ჩემთან არის დიმიტრი გოგელია. მე ჰაიტეჩიდან გახლავართ და დიმა არის კემოგიდან. ეს არის ის ორი ინტერნეტ პორტალი და საზოგადოება, რომელიც არის ამ გადაცემის აუდიტორიაც და ავტორიც. რა თქმა უნდა, რასაკვირველია. და ვისთვისაც და რისთვისაც ჩვენ ვისთვით დავაკეთებთ ამ ყველაფერს. კი. ამასთანავე მინდა ჩვენს ერთგულ მსმენელებს და მაყურებლებს მიულოცო ყველა დღესასწაული, ეს იყო ახალი წელი, ეს იყო შობა. კი ბატონო. გისურვოთ ამ ახალ ტექნოლოგიურ 2015 წელს ყველაზე ყველაფერი კარგი, პირველ რიგში ჯანმრთელობა და შემდეგ უკვე ჯანმრთელი და ახალი მაღალტექნოლოგიური გაჯეტები და მოწყობილობები ყოფილიყოს თქვენი თანამგზავრი და თქვენს ხელში. თქვენ ახალს მუდამ. რა თქმა უნდა, მე კიდე პარალელურად ამასთან ერთად წარმატებებს გისურვებთ და ყველაფერს კარგს. მოკლედ, როგორც თქვენ გაგეხარდებათ, ისე წავიდეს ეს ახალი 2015 წელი. მოკლედ დიმა, რა ხდება პირველ რიგში, როცა ახალი წელი იდგება და რას ველოდები ჩვენ IT საზოგადოება პირველ რიგში? რა ხდება ამ პირველი IT ივენთი, რითაც წელი იხსნება ხოლმე, ეს არის ძალიან საინტერესოა, ეს არის ყოველწლიური საახალწლო, სხვანაირად ვერ ვიტყვით, ღონისძიება, გამოფენა უпростоრად, რომელიც ტარდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ლას-ვეგასში, ძალიან კარგი და საინტერესო ქალაქია გასართობად და რომელშიც აგერ უკვე მრავალი წელია 60-იანი წლებიდან მოყოლებული ტარდება Consumer Electronic Show, ანუ სამომხმარებლო ტექნიკის გამოფენა, show, სადაც ეს თქვათ გრანდ კომპანიები, არც თუ ისე გრანდები ჩადება. მე ვიტყოდი რომ არა მხოლოდ Consumer Electronics, სახელმწიფო ტექნიკის, სამომხმარებლო ელექტრონიკის და ეხლა უკვე დრო დავიწყოთ ეხლა მარტო კომპიუტერული და smartphone-ები და რაღაცები არ არის, ისეთი ტექნოლოგიებიც არის წარმოდგენილი ხოლმე, რომელიც ტელევიზორებია წარმოდგენილი, მუსიკალური დამკვრელებია, ანუ players რო ეძახიან. დამკვრელები კი. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და კიდე მინდა ვთქვა რომ ხანდახან ხოლმე ძალიან ბევრი ესენი აშკებიც არის ხოლმე წარმოდგენილი. ეს ჩვენი დღევანდელი გამოშვების ოფენსივ სიტყვაა? კი, აშკები. აშკები, ხო? ესე ჩვენმა მეგობარმა მირიან ქორიძემ მასწავლა, ეს მინდა მას მადლობა გადაუხადო ამისთვის. კატა. გამარჯობა კატა. მადლობა მინდა უთხრა, ეს არის აშკები. და ძალიან ბევრი აშკებიც იყო წარმოდგენილი სიეზე, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა მასზე არ ვისაუბრებთ. არა, რა თქმა უნდა, უბრალოდ ერთი გაკვირვით ვიტყვით, რომ ცნობილმა ბლოგერებმა, ვთქვათ, მიმომხილველებმა, რომლებიც ყოველწლიურად ჩადიან ამ შოუზე, საკმაოდ ისეთი ნეგატიური გამოხმაურება დატოვეს, ვინაიდან არც თუ ისე საინტერესო, ანუ ბევრი საინტერესო რამ არ იყო წარმოდგენილი. ყოველ წელს შეუძლებელია, რომ რაღაც ისეთი გრანდიოზული და რაღაცნაირი იყოს, ხო? ნუ, ალბათ. ვერ გეტყვი. ძნელი სათქმელი. მოკლედ, რაში მდგომარეობს ჩვენ გადაცემის ახალი გადაცემა, ახალი ფორმატი, ყველაფერი იცვლება. ჩვენ გადაცემას დავყოფთ 15 წუთიან ნაწილებად. აუცილებლად. ანუ პირველი 15 წუთი ალბათ უკვე სათვალავში წავიდა. კი. და პირველ 15 წუთის მერე ჩვენ გავალთ სარეკლამო ჭრაზე, სარეკლამო ჭრის მერე ჩვენ დავბრუნდებით ისევ გადაცემაში. მოდი ეს ფორმატი მინდა მოყოლებს, ანუ ჩვენს მაყურებელს ასე ვთქვათ, შევთავაზო და ვამცნო. ანუ ამ 15 წუთის განმავლობაში ჩვენს შევისვენებთ, ხო? მეორე სიახლე, სამი სიახლე გვაქვს, ერთი პირველი ვთქვით. მეორე სიახლე ისა ის, რომ უკვე ის ადამიანი, რომელსაც ამდენი ხანია ვიძახით, რომ შემდეგ გადაჭემა წელსაც ველოდეს, ამ დღესაც ველოდებოდით დღევანდელ გადაცემაშიც, მაგრამ იმის გამო რომ ქვეყნის გარეთ იმყოფება, ამიტომაც ვგთხოვა რომ კიდევ ერთი კვირით გადაწეულიყო მისი გადაცემაში შემოსვლა და დამატება. როგორ შეიძლება? არა, ნამდვილად გაგვიხარდება და ამიტომაც შემდეგი გადაცემიდან ჩვენ ახალ ფორმატს შევთავაზებთ მსმენელს და მაყურებელს. იმის გარდა რომ 15 წუთიანი ჭრები იქნება და შუაში სარეკლამო რგოლებს განვათავსებთ. ამის გარდა ჩვენ გვინდა რომ ეს სამი განყოფილება გადაცემისა მიეძღვნას როგორც წესი სამ ძირითად პლატფორმას. ეს იქნება Microsoft-ის, ეს იქნება Google-ის და ეს იქნება Apple-ის პლატფორმა. ნუ ზოგადად რო თქვა. ნუ მოდი რეალურად რო თქვა, მართლა ამ სამ ნაწილად შეიძლება დავყოთ პირობითად, ხო? კი ბატონო. სოციალური მედიების რა თქმა უნდა რასაკვირველია იმ კვირეებში, როდესაც
რაღაცა განსაკუთრებული ხდება და ეს განსაკუთრებული არ ეხება ან Microsoft-ს ან Google-ს ან Apple-ს, ჩვენ სხვა თემებზე ვილაპარაკებთ და კვლავ სამ ყველაზე მნიშვნელოვან თემას შემოგთავაზებთ იმ კვირის განმავლობაში, რაც მოხდა. ეს მეორე სიახლე და მესამე სიახლე კორპორაცია Medius-მა, ანუ ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა MyVideoG-სთან. ჩვენ შევქმნით ბრენდირებული არხი MyVideoG, ესე იგი MyVideo.G დახრილი ხაზი Technologic. თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ აი ამ მისამართზე. ამ მისამართზე დაიდება. ანუ ეს მისამართი ახლა ეკრანზე გამოჩნდება თქვენ აუცილებლად და ამიერიდან ვიდეოებს აქ განვათავსებთ ხოლმე, შევეცდებით რომ მაქსიმალურად ბევრი საინტერესო არა მარტო თქვა ამ გადაცემის ვიდეოები, არამედ მომავალში შეიძლება რაღაც სხვა კლიპებიც გავაკეთოთ, მიმოხილვები და ასე შემდეგ. ერთსაც დავამატებ, შენიშნებათ ვიდეოები, რამდენიმე კომპანიასთან კომერციულ კომპანიებზე მაქვს საუბარი, რომლებიც ამ consumer electronic-ით ვაჭრობენ თბილისში, საქართველოში. მაქვს გარკვეული მოლაპარაკება და ერთ-ერთ მათგანთან უკვე პრაქტიკულად მიღწეულია, ჯერჯერობით არ დავასახელებ კომპანიას, მიღწეულია შეთანხმება იმაზე, რომ თქვა უახლესი ტექნიკა ჩვენ მივიღოთ ტესტირებისათვის, ჩაუტაროთ მას. ძალიან საინტერესო გავაკეთოთ მიმოხილვები, ვიდეო მიმოხილვა, აუდიო, ტექსტური და ასე შემდეგ და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა უახლეს ტექნოლოგიურ სიახლეებს შევეხოთ რაც შეიძლება სწრაფად და ერთ-ერთმა პირველებმა ვნახოთ. ასე რომ შევეცდებით ჩვენს მაყურებელს ხშირად შევთავაზოთ ექსკლუზიური და უნიკალური ტექნოლოგიების სიახლეები. ძალიან კარგი. აი ეს არის ჯერჯერობით რაც შემოვა მე. ძალიან კარგი. მოკლედ საუბარი მაქვს პირველი HTC Desire i. ეს არის მოწყობილობა, რომელიც HTC-მ წარმოადგინა Consumer Electronics Show-ზე, CES-ზე და რისთვის არის ეს რატო ქვია მას HTC Desire i. მოკლედ smartphone-ი არის განკუთვნილი სელფების გადაღებისთვის. ანუ მას წინა კამერა აქვს 13 მეგაპიქსელიანი. მე მგონი უფრო მეტიც ვიდრე მთავარი კამერა. არა, იგივეა, მთავარი და წინა კამერა არის ერთ და იგივე. გარჩევადობის, ნუ ხა სელფების გადაღება რომ მოდაშია, დიმა ალბათ დამეთანხმები და მოხმარებელს ვისაც. ზოგადად smartphone-ის პარამეტრებს რო შევხედე, მშვენიერი 1.3 GHz-იანი 4 ბირთვიანი Snapdragon 801 პროცესორი. დიახ. ყველანაირ, მას ვთქვათ, ოპერაციას შეასრულებს, რაც კი Android აპლიკაციებს ჭირდება, ხო? კი. ანუ ეს არის smartphone-ის, მისი გარჩევადობა არის 1920-1080-ზე, ანუ Full HD გარჩევადობისთვის ეს საკმარისი პროცესორია და ამ გარჩევადობის თამაშების გასაშვებადად ეს პროცესორი საკმარისი, ანუ მშვენიერი smartphone-ია და მშვენიერი მოწყობილობა, რომელიც HTC-მ წარმოადგინა. ძალიან კარგი. ყველა შორის HTC გადავიდა უკვე რაღაცნაირად, გადაიხარა უკვე ბიუჯეტური მოწყობილობებისკენ, როგორც Samsung-ი. ყველა იქითკენ მიდის, იმიტომ რომ ეს კომპანიები, რომლებიც ჩინეთში არიან ბაზირებული, ძალიან იაფად უშვებენ უკვე მშვენიერი მონაცემების მქონე smartphone-ებს და ამასობაში გიგანტებს ცუდად მისდის საქმე ამ ფონზე. ნათელი მაგალითია კომპანია Xiaomi, სწორედ. კი, მაზეც გვექნება საუბარი, რომელმაც 1 წლის განმავლობაში, ამ მთელი 2014 წლის განმავლობაში ბაზრის ძალიან დიდი წილი დაიკავა და საკმაოდ შეავიწროვა კომპანია Samsung-ი. კი, სერიოზულად და კომპანია Samsung-ს რაღაც რამდენიმე 10% შეუმცირდა 2014 წლის მოგება მაგალითად და შემოსავლებიც. ამ მიმართულებაში მაქვს საუბარი. კი. მოკლედ CES-ზე არა მხოლოდ smartphone-ები და gadget-ები, მაგრამ smartphone-ების და gadget-ების ჩვენს Mobile World Congress-ი გველოდება ბოლოში, რომელიც ასევე მნიშვნელოვანესი მოვლენაა წლის. სადაც უკვე ბევრი კომპანია ერთდროულად წარმოადგენს და მან ძირითადად მობილური ტექნოლოგიები იქნება ნაჩვენები. მოკლედ ამის გარდა Seagate-ის news მინდა ყურადღება მივაქციო, როცა მან ღრუბლოვანი უკაბელო და სუპერ თხელი hard drive-ები გამოუშვა. აი დიმა რამდენად უყურებ შენ აი GB-ის hard drive-ს გადასატანო storage-ის რამდენად თხელია. ჩემთვის ამას არსებითი მნიშვნელობა სიმართლე გითხრა. იმიტომ რომ ეს მუდმივად ჩანთაშიდებს, ხო? რა თქმა უნდა, ყველასაკურველია, ჯერ 1 GB-ში არ ჩავიდებდი მას. მეორეც, გამომდინარე მყარი დისკის შექმნის ტექნოლოგიური პროცესიდან და იმისგან რომ მასში არის ბევრი მოძრავი ნაწილი,
მოდელი, მე მერჩევნია რომ ის ცოტა სქელი იყოს, უფრო დაცულ корпуსში იყოს განთავსებული და ამ შემთხვევაში ჩემთვის სისქეს გადამწყვეტი ჩვენ მსგავსი ნიუსი გვაქვს. და მესამეს იმას ვიტყოდი მე არ დავიმატებია ნიუსებში, მაგრამ გაჩვენებ საიტეჯზე არის ეს ნიუსი, ლასიემ წარმოადგინა მსგავსი პროდუქტი, ოღონდ ის გაცილებით ძვირი ღირს. მაგრამ მოდი ჯერ დავუბრუნდეთ ამ პროდუქტებს, იმიტომ რომ აქ საუბარია რომ მათ გამოუშვეს დრაივი, რომელსაც აქვს cloud-ის ფუნქციაც. ანუ რას ნიშნავს ეს, რომ iOS ჯიბე შეგირებს ეს cloud-ი, ხო? კი, ანუ ის რაღაცნაირად Wi-Fi access point-ად გადაიქცევა და თავისი აპლიკაციის საშუალებით iOS-ზე, Android-ზე და Windows-ზე ახდენს ფაილების სინქრონიზაციას და მასზე წვდომის მიღება შეიძლება არა მხოლოდ თქვა smartphone-ებიდან, არამედ შესაძლებელია smart ტელევიზორებიდანაც ისეთ მოწყობილ, ანუ სერვერად მუშაობს ეს. ერთგვარ სერვერი. თუ კარგად გახსოვს, დევი, ჩვენ როცა ჯერ კიდევ Go Electronics-ში მუშაობდით, იქ ერთ-ერთმა კომპანიამ მოგვიტანა ანალოგიური პროდუქტი. ზუსტად ისეთივე პრინციპით მუშაობდა, ანუ მას ჰქონდა აპლიკაციები Android Market-შიც და App Store-შიც. შესაძლებელი იყო iOS მოწყობილობებზე, Android მოწყობილობებზე მათი დაყენება და Wi-Fi საშუალებით. ეს მყარი დისკი, რომელიც ასეთივე ჩვეულებრივი HDD დისკი იყო, გამხდარიყო გარკვეულწილად მედია ცენტრი. ანუ სიგეიტმა ამ შემთხვევაში რაიმე ველოსიპედი არ გამოიგონა, მან გაიმეორა უბრალოდ ეს ხოვობა ის არის, რომ უფრო ლამაზ, უფრო დახვეწილ корпуსში არის მოთავსებული. ანუ სიახლეს მე ამაში დიც ვერაფერს ვხედავ. არა, მეც ვხედავ ვერანაირ სიახლეს და მეცაც გეტყვი. მე მაშინ სტატიაც დავწერე იმ მოწყობილობასთან დაკავშირებით და ნუ უბრალოდ სტატიისთვის დავტესტე ყველანაირად ვიდეოები გავუშვი, ფოტოები, მუსიკა და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც ესეთი არ გამჩენია რაიმე სურვილი, რომ ეს მოწყობილობა ჩემთვის პირადად შემეძინა. აჰა. ხო, იმიტომ რომ ჩემთვის სრულიად საკმარისია, ნუ თუ ჩემ კონკრეტულ თავზე ვილაპარაკებ, რომ კონდეს ჩაოლებრივი კაბელიანი მყარი დისკი. ნუ მე ასე ვიტყოდი, რომ და ღრუბლოვანი სერვისი, რომელიც სადღაც სერვერზე განთავსებულია. ანუ Seagate-მა ჩაოლებრივი AHK-ისგან განსხვავებით გამოუშვა რაღაც ლამაზი მოწყობილობა. არა, ლამაზი AHK-ს ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ შვენიერი მოწყობილობა USB სამენური პორტი აქვს. მაგრამ ნამდვილად აღსანიშნავია Lassie თუ როგორც ვთქვა, დამწყალ რაიდ მონაცემთა დაცვით. ანუ ეს პირველი არ არის ამ კომპანიის მიერ გამოშვებული ესეთი დაცული მოწყობილობა, ადრეც უშვებდა ხოლმე, უბრალოდ ეხლა ეს თქვა რაიდ ფუნქციები და რაღაცა ადრე არ ქონდა. ანუ საუბარი რაზეა, რომ მას 2 ტერაბაიტიანი hard drive-ი აქვს და რაიდით იქნება დაცული, მაგრამ თუ მაგალითად ეს დაცვა დიდად არ გაწუხებ, შეგიძლიათ 4 ტერაბაიტით ისარგებლო ჯიბეში და თან ასეთ корпуსში. ხო. მე ვიტყოდი, რომ Seagate-ის წინადადებასთან შედარებით ეს წინადადება უკეთესია. გაცილებით უფრო საინტერესოა. კი, გაცილებით უფრო საინტერესოც არის და რაღაც ეხლა ამ მოწყობილობის გამოჩენაც სერიოზულ საზოგადოებაში მე მგონი არ გამოიწვევს, ხო, იმას რა ქვია რაღაც უხერხულობას. ჩემი აზრით არ გამოიწვევს და მე ერთსაც დავამატებდი, რომ იმ სიტუაციაში, როდესაც ჩემთვის ინფორმაციის დაცულობა თუნდაც ფიზიკური დაზიანებისა ან ვიძახი, როცა სამოგზაუროდ მივდივარ მთაში, მივდივარ იქ რაღაც ფოტოებს ვიღებ, ამაში ვიწერ, მე კიდე ვინახავ დაცულობას, აქ მშობლობა Seagate-ის ის მოწყობილობა ჩვენ არ გამოგვადგება, გატყდება ან დაზიანდება მით უმეტეს თუ რაღაც შეიძლება დასველდეს და ასე შემდეგ. კი, რასაკვირველია. ამ შემთხვევაში ეს Lassie-ის გადაწყვეტილება გაცილებით უფრო საინტერესოა. საკმაოდ ძვირიც არის, ნუ არ ვიცი. ნუ ეს კომპანია საერთოდ გამოირჩევა სიძვით. მოდი დაცულობაში და იმაში მე მგონი ფული უნდა გადავიხადოთ, ხო? დაცულობაში კი, მაგრამ მარტივად გეტყვი, მე მქონდა ადრე მაგათგან შეძენილი ფლეშკა ეგრეთ წოდებული, გახსოვს ხა გასაღების ფორმა რო ქონდა ძალიან ლამაზი, 8 გიგაბაიტიანი, არაფერი განსხვავება თუ 4 გიგაბაიტი, არა 8 გიგაბაიტი იყო. რვიანი იყო და ღირდა $37. მაშინ როცა ნებისმიერი სხვა ისეთივე მოცულობის ფლეშკა მინიმუმ ორჯერ 2.5-ორჯერ უფრო იაფი იყო. ანუ ფლეშკა AHK ღირდა 2-ჯერ 3-ჯერ. და მეცაც გეტყვი, ერთ წელიწადში ის გაფუჭდა. გახსოვს შენ ტესტიც გაატარე და ნახე რომ ძალიან ბევრი ეს ალბათ შეიძლება იმის ბრალიც იყოს, რომ უამრავ კომპიუტერზე მიერთება არასერტიფიცირებული USB პორტები, კვების ბლოკის პრობლემები. ძალიან ხშირად მაქსიმალურად ვთვლით ხოთ ერთ კომპიუტერთან ამ წარმოიდგინე შენ მე ვიყიდე ფლეშკა, ერთ კომპიუტერს მივერთე, მეორე და მესამე კომპიუტერს რომ მივერთე, ფლეშკამ გვამლი აუშვა. ანუ USB პორტზე მოდიოდა არასწორი ძაბვა. ყურე შენ. ახლა ნუ ამის მერე უკვე მე ვერ იდები სხვის კომპიუტერში ფლეშკის შეერთებას. ლეპტოპში კიდე დავფიქრდები და შევაერთებ, მაგრამ აი სხვის დესკტოპ კომპიუტერში მე ფლეშკას არ შევაერთებ. აქედან როგორი დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ, სხვისაში არ უნდა შეყო. ხო, ანუ სხვისაში არ გიჭირდება სხვისაში შეყოთ. არ შეყოთ. შეთანხმებით. არ შეყოთ. საერთოდ არაფერი არ შეყოთ რა სხვისაში. ესეც პატარა ოფენსივი. მარტო ბატონმა დევიმ ხარ უნდა წარმოთქოს ოფენსივ სიტყვები, არა? მეც რაღაცას პატარას სხვისაში ხარ შეყოთ ოფენსივი, მაგრამ არაფერი არ იყო. ნუ ვინ როგორ შეხედავს?
თითოეულ სესფრის თავისი იმის დამიხედვით თუ რამდენად გაფუჭებული. გაფუჭებული და გეტახები. ეთილი ეს ის. მოგლეთ, ესე იგი დავუბრუნდები მე CES-ის თემას. კიდევ ერთი საინტერესო სიახლე იყო CES-ზე, Alcatel-ი ჭკვიან საათებს გამოუშვებს. ზოგადად მე ამ ჭკვიანი საათების თემა ძალიან მომწონს. მომწონს რა თვალსაზრისით, რომ ეხლა კონკრეტულად Alcatel-ზე არ ვისაუბრებ, არამედ ვისაუბრებ იმაზე, რომ რაც უფრო მეტი წარმოებელი დაიწყებს ასეთი smart watch-ების, smart საათების წარმოებას, მით უფრო დაიკლებს ფასი. მე მაგალითად ერთ-ერთი სხვა კომპანიის ხოშორის ამ ტენდენციას ჯერ ვერ ვამჩნევ, იმიტომ რომ $150 როცა იძახიან რომ იაფია. $150 უკვე იაფია, თქვა $500-თან შედარებით. ძმა, მე ვთვლი რომ ჭკვიანი საათი რაც არ უნდა ჭკვიანი იყოს, ის არ უნდა ღირდეს $500. გეთანხმები და მეორეც ის მაინც ისეთი ჭკვიანი ვერ არის, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც და რაც ყველაზე დიდი მინუსი გააჩნიათ ამ საათებს, რომ ძალიან მცირე ხანი აქვთ ავტონომიური მუშაობის დრო. 2 და თუნდაც 3 დღე რომელიც Samsung Gear-ს აქვს, ასევე არ ითვლება რაიმე სერიოზულ დროდ. არ შეიძლება საათი ყოველ 2 დღეში ერთხელ ტენო. ერთ-ერთი ფირმის ნახე მე მოდელი, რომელიც ეს იყო რა ქვია, სახელი ხა ვერ ვიხსენებ, 8 დღე იმუშავებს ის ავტონომიურად. ეს არის Lenovo-ს E-Ink საათი, რომელიც იმუშავებს 8 დღე, მაგრამ ეს იმიტომ რომ E-Ink-ია ეს. არა, Lenovo-ს არ იყო, სხვა კომპანიისა იყო. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, დიმა, ეკრანი მაინც თავისას მოითხოვს, თუ დავაყენებთ. ბოდიში მე ძალიან შემეშალა ეკრანს. 8 დღე არა, შემეშალა ძალიან. 8 თვე. 8 თვე? 8 თვე. ნუ გასაგებია, მაშინ 8 თვე უკვე სერიოზული დროა. კი, 8 თვე უკვე სერიოზული დროა, მაგრამ მე ვიტყოდი რომ smart ფუნქციები მოითხოვს მსხვერპლს. ეს არის ავტონომიური მუშაობა. რას ვიცი. მოკლედ, ჩვენი გადაცემის პირველი 15 წუთი ამოიწურა, ჩვენ დაგიბრუნდებით რეკლამის შემდეგ. რეკლამა მალე გაივლის. ალბათ. ჩვენ ისევ დავბრუნდით, რა თქმა უნდა, სარეკლამო ჭრის შემდეგ და მინდა უთხრა ჩვენი პოდკასტის მსმენელებს და მაყურებლებს, რომ შეიძლება თქვენი რეკლამაც ყოფილიყო, ასე რომ დიდო კომპანიებო, გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, ჩვენ გადაცემას ძალიან ბევრი მსმენელი და მაყურებელი ყავს. და თქვენი რეკლამა ნამდვილად კარგი იქნებოდა, რომ ჩვენს პოდკასტში იყოს. კი. გეთახმები. მოკლედ ვიწყებთ მეორე ბლოკს, სადაც გავაგრძელებთ ისევ ჩვენს CES-ის მიმოხილვაზე მიმოხილვით და საინტერესო იყო ის, რომ მოკლედ გამოუშვა Asus-მა Zenfone 2. ასე თქვიდება. ანუ რამე ასეთი განსაკუთრებულს ხედავ Asus-ის იმაში, გარდა იმისა, რომ თვალშისაცემი არის ერთი, რომ ის მუშაობს Intel-ის პროცესორზე. ზოგადად სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით კომპანია Intel-ის მობილურ პროცესორებს ცოტა ეჭვს თვალით უყურებ, სიმართლე რომ გითხრათ. ნუ მუშაობაში მე ჯერ არ მინახავს და ხო, არ მე შეხება არ მქონია, უბრალოდ მაინც ჯერჯერობით ანუ კომპანია, რომელიც კი მიუხედავად იმისა, რომ გიგანტია პროცესორების წარმოებაში, უხუცესია, შეიძლება ითქვას და ასე შემდეგ, მე მიმაჩნია, რომ მაინც ახალბედაა ამ სფეროში ჯერ კიდევ და სხვა კომპანიები, რომლებიც, აი თუნდაც იგივე Samsung-ი, რომელიც ან სხვა მობილური პროცესორის მწარმოებლები ჯერჯერობით უფრო საინტერესო პროცესორებს ქმნიან, ვიდრე დაუშვათ Intel-ი. შეიძლება ვწდები, ამ ყოველ შემთხვევაში მე ესეთნაირი შთაბეჭდილება შემიქმნა და ესეთი წარმოდგენა გამოჩნია ამ საკითხს. რაც შეეხება Zenfone 2-ს, აი რატომღაც ასევე მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ის ძალიან გადაკოპირებულია HTC-სგან ვიზუალურად. აი უკანა მხარეს რომ შევხედოთ მაგალითად. კი. არ მომწონს ზოგადად ეს რა. რატომღაც ზოგიერთ კომპანიებს აქ Apple-ზე არ მაქვს საუბარი. არიან სხვა კომპანიები, Android-ის წარმოებლები, რომლებსაც შეუძლიათ შექმნან უნიკალური დიზაინი. Sony მაგალითად. არის კომპანია, რომელიც ქმნის საერთო ცხვებისგან განსხვავებულ დიზაინს და ეს არის Nokia და ახლა უკვე Microsoft. მე ვხედავ აი რაღაცნაირ wow effects Sony-სგან, ხო? აი ეს მე მეცაც გეტყვი, საერთოდ მე მგონი, აი შენ ახლა ამ 2014 წლის განმავლობაში ნახე თუნდაც ერთი მობილური, რომელმაც wow ეფექტი შეგიქმნა? რავი, გაკვირვება გამოიწვია. Android ტელეფონებზე ვსაუბრობ. Android ტელეფონებზე თუ ვისაუბრებთ, მსგავს ტელეფონი, ნუ მოსხალოდნელი იყო რაც არის ბაზარზე. ხო, ანუ გასაკვირი რევოლუცია არაფერი არ ხდება. არის ევოლუცია, განვითარება და wow-ს ვერ ხედავ. თუ ერთში ვერ ხედავ. ის 2 კაც, 3 კაც, 4 კაც მე მიმაჩნია, რომ უბრალოდ მონაცემია. არა. მე ვთვლი, რომ იცი რა, თვალი თურმე ეჩვევა, რეტინაზე უკვე ხალხი ამჩნევს
ჩვენს მარტო რეტინას არ ვიძახი. რეტინა რამდენი ხანი არსებობს ზოგადად, მაგრამ მე ვიძახი დაუშვათ აი 4K-ში გადაღება. ხო? საჭიროა. ხო, მაშინ როცა ტელევიზორების 4K ტელევიზორების ფასი როგორია და თქვათ მისი ნუ ჯერჯერობით ძვირია, მაგრამ იმასთან შედარებით თქვათ შარშანაღი და 4K ტელევიზორები მათი ფასი თითქმის განახლება. აი წელს მაგალითად თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში 4K ტელევიზორს 1500 ლარად შეიძენდი, შესანიშნავი. ხო, აი მაგას ვიძახი, რომ უკვე ხელმისაწვდომ ფასებზე ჩამოვდივარ. აი მე ვიყიდე დეკემბერში ჩაოლებრივი არა 4K, არამედ HD ტელევიზორი და აი რომ რამდენიმე დღის შემდეგ გავიგე და აი რომ ცოტა ალბათ დავფიქრდებოდი შეიძლება მეყიდა კიდეც. გასაგებია. მაგრამ თავი დავალებოთ Kodak-ს ბოდიში Asus აქ გვერდზე ვთქვათ სერიოზული აშკა დაგვიდო Kodak-მა. ნუ ეს Kodak-ი არის საფავიდან ამოთხრილი შეიძლება არ გეწყინოთ ფოტოგრაფებო ვისაც რომელსაც გიყვარდათ Kodak-ის პროდუქცია ამ მიმართულებით. Kodak-ის ალბათ ლენტები უფრო უყვარდათ, ანუ ისინი ფილმები უფრო უყვარდათ ვიდრე ფირები ხო ბოდიში ფილმს ეძახიან ხოლმე. ხო, ნუ ფირები უფრო უყვარდათ ვიდრე თვითონ Kodak-ის ფოტოაპარატი. მე არ მინახია სხვა შორის პროფესიონალი ფოტოგრაფი Kodak-ის კამერით ალბათ ლეიკებით, უფრო ზენიტებით დემებით მოძრაობს ხალხი ვიდრე Kodak-ის პლასტმასის ფოტოაპარატი რომელიც აი რამდენი არა უძველესი არა ალბათ 10-15 წლის წინანდელია უძველესია ტექნოლოგია რამდენიმე $, იცი რა მე მგონი საერთოდ ეგი რომელი მინდანი ხო Kodak-ს თორსები Kodak-ს ედგა ესეთი გასაყიდი აპარატები როგორც Coca-Cola-ზე ჩაგდები ფულს და ერთჯერად ფოტოაპარატს გამოგიგდებდა უკვე ფირი იყო ჩადებული ყველაფერი დაახლოებით იმ პარტიაზე ერთჯერადი არ არის შეიძლება მას რასაკვირველია ნუ ერთჯერად ეძახიან იმიტომ ძალიან იაფფასიანი და რაღაცა აი მაგ ფოტოაპარატს ხო შეიძლება ძალიან კარგად გაძლო ძალიან ბევრი კარგი კადრი გადაიღო ოჯახის პირობებში და ოჯახის წევრებს მაგრამ სადა Kodak-ი და სადა მობილური ტელეფონი ხო მაგრამ ყველაზე მთავარი რა არის კამერა ფონის კატეგორიაში უკეთებენ რეკლამას, მაგრამ ნუ ეხა ვიტყოდი რომ Asus-მა კიდე ერთი Zenfone-ი გამოუშვა Zoom ვერსია, რომელიც გამორჩეულია იმით, რომ მას Lumia-სავით რაღაც დიდი კამერა აქვს ოპტიკური ზუმით. ნუ ჯერჯერობით და ტელეფონში ოპტიკური ზუმის საჭირო 3x-ი რას მიკეთებს ვერ ხვდები დიდად ამ ოპტიკური ზუმის აზერსაც ვერანაირს ხო 3x-ი რას გიკეთებს თიმა 3 გიგა მიახლოვება ვთქვათ. მოდი ესე ვთქვათ რა smartphone-ი ხო არის უნივერსალური მოწყობილობა, რომელშიც სხვადასხვა ფუნქციები არის საშუალო სტატისტიკურ ხარისხზე. ანუ რაღაც საშუალო დონეზე. თუ შენ გინდა პროფესიული ფოტოები, უნდა აიღო პროფესიული ფოტოაპარატი და იმით გადაიღო. თუ შენ გინდა წიგნის ანუ შენ უარყოფ ხო Lumia-ებს? მე უარყოფ Lumia-ებს კი. იმიტომ რომ smartphone-ი, აი დაუშვათ ჩემი iPhone 6 ხო, რომელთაც ახლა ჩვენ ამ გადაცემას ვიღებთ. 8 მეგაპიქსელი აქვს, მაგრამ ჩემი აზრით სრულიად დამაკმაყოფილებელი ხარისხის და ამაზე უფრო მაღალი ხარისხის ფოტოებს იღებს სამოყვარულო დონისათვის. არა, მე ვიტყოდი რომ მეც მაქვს. მე უბრალოდ ოჯახის წევრებს და ტელეფონსაც არის 2011 წელს გამოშვებული Galaxy Note პირველი თაობის, მასაც 8 მეგაპიქსელიანი კამერა აქვს და ნორმალური განათების პირობებში იღებს მისაღებ ფოტოებს. მე არ ვიძახი რომ რაღაც საშინელებას იღებს, ხო? ან რაღაც გასაკვირს და რაღაც. უბრალოდ ნორმალურ ფოტოებს იღებს, რომელიც მე მაგმაყოფილებს. იგივეს ვიტყოდი iPhone-ზე და იგივეს ვიტყოდი სხვა ტელეფონებზე, მაგრამ 40 მეგაპიქსელი, ნუ კაი, რას გაგვიგია? ნუ კაი, რაღაც მაქინაციებს აქვს საუბარი. კი ბატონო, კარგია ეს მეგაპიქსელები, მაგრამ ნუ ტელეფონში რომელსაც აიმხელა დიდი რაღაც შავი რაღაცა, გვალი რაღაცა გამოშვერილი წინ, ან არ დავიკავებ მე პირადად. ან ჭირდება ესეთი რაღაც მოწყობილობა, ფურუნგულივით რაღაც აქვს. ნუ შეიძლება ვიღაცას მოსწონს ეს მე არ ვერევი. არავის არჩევაში, მაგრამ ნუ ზოგადად smartphone-ი თუ კამერა ფონი, რავი, აი მე მაგალითად 300 ევროს არ გადავიხდიდი აი ამ Kodak-ის მიერ წარმოებულ რაღაც 13 დიზაინით არ გამოირჩევა. ხო, დიზაინით არ გამოირჩევა. Android-ის 422 აყენია. 422 აყენია. კიტკეტი, მალე Lollipop-ი ექნება. კი ბატონო, ექნება, მაგრამ აი Lollipop-ის ქვეშ 13 მეგაპიქსელიანი კამერით ვიყიდიდი Sony-ს და არა, ვთქვათ. სამხურვალო ინტერფეისი არის რაღაც უცნაური და არც თუ ისე საინტერესო ჩემი. იგივე აქვს, რაც უნდა კონდეს, ამ ხელა ღილაკები აქვს, მე ვერ ხვდები. ეს არის accessibility ნუ პრინტ ანუ ეს არის მას შემდეგ აქ სურათზე რაც აქვს საიტზე ეს არის მას შემდეგ რაც გადაიღებთ სურათს რისი გაკეთება შეგიძლია მე ვთქვი რომ Kodak-ს არაფერი არის საქმეობა smartphone-ებში
არა მარტო კოდაკს არის საქმე, არაფერი smartphone-ებში, აი ამდენი და გაუთავებელი მოდელების შექმნა ყოველ 2 თვეში, 3 თვეში ერთხელ ახალი მოდელის გამოშვება. ეხლა ეს ერთი პატარა კენჭი ვისროლე ერთი კორეული კომპანიის ბოსტანში, ნამდვილად მომაბეზრებელია ჩემი აზრით. მე ვფიქრობ წელიწადში მაქსიმუმ 2 ჯერ გრანდებმა რომ გამოვიდა. ანუ ერთი ფლაგმანი და 9 წლის მერე ბიუჯეტური მოდელების რო გამოყო. ხო, მაგალითად მე ნორმალური ციკლი იქნება. კი, და მომხმარებელიც იქნება დაასვენოთ. და მოუშლით ნერვებს აი ამდენი გაუთავებელი მოდელების გამოშვება. და ყველაზე ცუდი ის არის, როცა ახალი მოდელი გამოდის, მაშინ არის ახალი საოპერაციო სისტემა, უახლესი ვერსია, ყველაფერი და ძველი მოდელის განახლება გამოდის 9 წლის დაგვიანებით, რაც თუმცა ყოველ შემთხვევაში მკვდარი წერტილიდან დაიძრა და ადრე თუ საერთოდ მიაგდებდნენ ხოლმე და HTC გამორჩეული იყო მაგ თვალსაზრისით, რომ როგორც ახალ მოდელს გამოუშვებდა ძველისთვის, არა თუ 6 თვეში საერთოდ აღარ უშვებდა არანაირ. Samsung-იც ისე იქცევა. Samsung-იც მასე იქცეოდა? გამარჯობათ. ხო, ეხლა ყოველ შემთხვევაში აიტყობა ცოტა Google-ის ზეწოლის შემდეგ. მე რამეს ვიტყოდი, რომ აი, როდესაც გადაწყვეტს smartphone-ების წარმოებული კომპანია, რომ მიატოვოს თავისი ტელეფონის განახლებების გამოშვება, კეთილი ინებოს და დადოს კერნელის სორსები, ბირთვის სორსები, რომ სხვა რომების, რა თქვა, ციანოჯენის პორტირების საშუალება მიეცეს დეველოპერებს და მოიძებნება ალბათ იმისთვისაც ხალხი, ვინც არ დაიზარებს და იმდენი მანუალი დევს ინტერნეტში, შეიძლება ცოტათი აი ესე წინ წასულმა მოხმარებელმა, მაგალითად, მაგ შემთხვევაში მეც მიცდია ხოლმე კომპილაცია ჩემი ტელეფონისთვის, დროზე ადრე მქონია ხოლმე წვდომა სორსებამდე და გამიკეთებია ხოლმე. ხა ძალიან სტაბილური ის არ იყო, იმიტომ რომ იმედი გამოსილება არ მაქვს, მაგრამ ინებ კეთილი იქნება, მაგრამ Sony ესე იქცევა თავის ყველა Xperia კლასის ტელეფონის კერნელის სორსები მან დადო თავის დეველოპერ საიტზე. ძველი მოდელებისა, ხო? კი, უახლესი, ანუ ახალი როგორც კი გამოვა, ის 6 თვეში სორსებს დებს. აი, კაი ბირთვის სორსებს, რომ იმიტომ მეყურს მესამე Sony. და თვითონაც უშვებს პირველ ვერსიას, AOSP ვერსიას, თვითონაც დებს თავის დეველოპერულ იმაზე. ანუ თვითონ აკომპილირებს და თვითონ დებს AOSP ვერსიას. რომლის ბირთვიც უკვე მე თავსებადი იმ ციანოჯენთან და ყველა სხვა დანარჩენთან, ანუ ბირთვსაც იძლევა მზამზარეულს. მოკლედ დაუბრუნდები, რახან Sony-ს ხშირად შევეხეთ, Sony-მ გამოუშვა Walkman-ი, რომელმაც ასე ვთქვათ, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ხო? ინტერნეტში, სხვა ესე, ამ ნიუსზე ძალიან ბევრი კომენტარები იყო, ზოგი ამბობდა, რომ კარგია, ზოგი ამბობდა, რომ ცუდია, ზოგი ამბობდა, რომ ძვირია, ზოგი ფიქრობს, რომ მერე რა რო ძვირია, Sony-ა და მას გარკვეულ რაღაცა პლუსები აქვს, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ Sony-ს ეს გადაწყვეტილება რომ გამოუშვა $1200 მოწყობილობა, რომლის ეკრანი, ну, ასე ვთქვათ, სასაცილოს არ არის, ხო? ისეთი გარჩევადობა აქვს, მან წინა მოდელის გარჩევადობა აქვს, იგივე შერჩენილი. ასევე ვიტყოდი, რომ კორპუსიც არაფერი დიდი არ არის, რაღის დიმა 120 გიგაბაიტიანი microSD. ეხავე ვნახავ Amazon-ზე. 124-იანი იქნება უფრო ალბათ, ან რაღაც 128-იანი უკაცრავად. მოდი ეხავე ვნახავ microSD რაღის Amazon-ზე. სანამ შენ მაგას ეძებ, მე ჩვენს მაყურებელს ვიტყვი, რომ Sony-მ გამოუშვა თავის ლეგენდარულ, ასე ვთქვათ, ხაზში და მუსიკალური პლეიერების დამკვრელების ხაზში Walkman-ში ახალი მოდელი, რომელიც რასაკურველია ახლა თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და არის ფლეშ მეხსიერებით და საკმაოდ დიდი ფლეშ მეხსიერებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია. ეს პლეიერი არის ეგრეთ წოდებული high-end კლასის. არა. high res audio, pro res audio, pro resolution audio. ნუ, ყოველ შემთხვევაში მასზე შენ უნდა უსმინო არა MP3 ფაილებს და სხვა დაკავშირ ფორმატებში. არამედ DSD-Wave, AIFI, FLAC-ი, ALAC-ი და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი ის რაც შეუკუმშავია. მაგრამ დიმა, როცა შენ Apple-ის მოწყობილობაზე App Store-ში ნაყიდ მუსიკას იწერს, ის ხო შეუკუმშავია? არა. ის არის 256 კილობიტიან ACC. ანუ ALAC ფორმატში არა გაქვს Apple-ის უძლესი? არა. და რატო? ანუ Apple რატო არ გვაძლევს ჩვენ უძლეს? უბრალოდ როგორი სიტუაცია იცი? მე ხო იცი მუსიკას ჯერჯერობით მასეთი ამ სიტყვის უკაცრავად პრადვინოტი არა ვარო მუსიკაც უკვე შევიძინო. ხო. ამიტომაც გამოცდილებაც არ გამაჩნია. რამდენადაც მე ვიცი Apple-ის სერვისი Music iTunes Match-ი რომ არის, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენი საკუთარი მუსიკაც ავტვირთოთ ღრუბელში და იქ 25000 ვიქონიოთ. ახდენს ავტომატურ კონვერტაციას 56 კილობიტ AAC ფორმატში. მაგრამ lossless-ი ალბათ მაინც იქნება ხელმისაწვდომი, თქვათ
ფიზიკურ კომპიუტერზე ჩამოსატვირთად. iTunes Match-ში 256 კილობიტიანი ვერსიები აწყვია. გასაგებია. სიმართლე გითხრათ, ჩემი არაპრეტენზიული ყურისათვის სხვაობა არ არის. შესაძლოა ვიღაცებს ესმოდეთ. არა, როცა ახლა ProRes, Hi-Res audio ასეთ მოწყობილობას ვიყიდი, Sony-ს აქვს თავისი მუსიკალური მაღაზია, სადაც ალბათ უძლეს მუსიკასაც შესთავაზეს თავის მოხმარებელს და ყველაფერი კარგი, მაგრამ DSSA HX ტექნოლოგია, რომელიც ვთქვათ, რა შვება, იცი? ეს MP3 და ეს შეკუმშული ფორმატები, რასაც აკლებს, იმას უკან უბრუნებს. ახლა მაგას ვერ დავიჯერებ მე, რომ ის რაც სამუდამოდ დაიკარგა, ენტროპიამში თანთქა ის უკან დაბრუნდება ოდესმე, მაგრამ რაღაცნაირად ამ სიხშირეების დანაკლის ავსებს ეს ტექნოლოგია და ჩემი აზრით ის ვერ იქნება რაც. არა, ის რა თქმა უნდა, ვთქვათ, ფლაგთან და ალაკთან შედარებაში ნამდვილად ვერ მოვა და ვერ შეედრება, იმიტომ რომ ფიზიკურად ის უკვე ის არის რაც უნდა იყოს და ეს არის იმის იმიტაცია რაც უნდა იყოს. ხო, იმიტაცია ვერასდროს ვერ იქნება. შეიძლება მაქსიმალურად მიუახლოვდეს, მაგრამ მე თუ კითხავ, ტყუილის მოსმენას მირჩევნია ისევ იმ ვთქვათ, პირდაპირ იმ MP3-ს უსმინო. ანუ რომ შევადაროთ, პლასტიკატისგან დამზადებული თეფში ვერასოდეს ვერ შეედრება ნამდვილ ფაიფურს. ხო, რა თქმა უნდა. მაგრამ შეიძლება ისე გამოიყურებოდეს. შეიძლება გამოიყურებდეს, მაგრამ ის არ იქნება. ხო, ის არ იქნება. ამას ვიძახი და Parent Flux მოусვენ პირდაპირ ამ ფლერს თუ ვიყიდი და ის ტექნოლოგია, რომელიც DSSA HX ტექნოლოგია, მე არაფერში ამ შეიძლება უბრალოდ ჩვენ გქონდეს ისეთი კომპოზიციები MP3 ფორმატში, რომელიც შეუძლებელია მათი დაუშვათ მოძებნა ან აღდგენა. ეგეთი არის ძალიან იშვიათობა, დიმახაში ერთი. შეიძლება რაღაც მეტიც დაჟე. ვიტყოდი რომ უფრო მეტი. მოკლედ ჩვენ მე ყოველ შემთხვევაში არ ვარ მუსიკალური მელომანი. მე ასე ვიტყოდი რომ Sony-ს დიდი ხანია Walkman-ი არ გამოუშვია და მე ბაზარზე ასეთ ძვირიანი მოწყობილობით არ დავბრუნდებოდი, იმიტომ რომ ეს არის ფაქტიურად ის რომ ამას გაყიდის ის თქვათ ეს გაიყიდება არა მილიონობით ეგზემპლარი, არამედ ათასობით ეგზემპლარს გაყიდის და რომელსაც იყიდიან ის ადამიანები, რომლებიც აი ამ მელომანიით და აი ამ ხარისხით არიან გატაცებული. დროს მოვიდა რომ უკვე დიქტაფონებსაც არავინ არ ყიდულობს და რაღაცა. თქო, ტელეფონი როცა გაქვს, შეგიძლია დიქტოფონით სრულად თავისუფლად. მოკლედ, მე ვიტყოდი რომ იმის შემთხვევაში თუ $1200 მექნებოდა, მე ვიყიდიდი ორ სმარტფონს, ამ შვენიერ სმარტფონს. რატო კაცო $1200 შესანიშნავ MacBook აი ამ 13-იან შეიძენდი. მე ვიზახ მობილურ მოწყობილობას. ორ კარგ ტელეფონს მიყიდი და რასაც ერთ Nexus და ერთ iPhone-ს მაგალითად. მე ნამდვილად არ მივცემდი ამ ფულს. კი ბატონო. მეთანხმები დები. CES-ზე Sony-ს ესეთი გამოსვლა, კი, კაი იყო, Sony-ს სხვა ძალიან კარგი საინტერესო რაღაცებიც აჩვენა CES-ზე, დიდი ტელევიზორები ასშენდა, მაგრამ ეს ჩვენი გაცემის თემა არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ტელევიზორების რევიუთი ნამდვილად არ დავყავებული ვარ არასდროს. მიკროტალღოვანი ღომელებიც შეჯერებით ჩვენი ინტერესების მიღმა რჩება. კი, ახლა დიდი IT არ ჭირდება მიკროტალღოვ ღომას, ხო? აი, როდესაც the Internet of Things უფრო გაძლიერდება, მე ალბათ ჩვენ მაგაზეც ვისაუბრებთ. კი, თავისთავად. მოკლედ, ჩვენი მანცემის მეორე ბლოკიც ამოიწურა. ჩვენ კიდევ ერთ რეკლამაზე გავალთ და დაბრუნდებით რამოდენიმე წამში. არ გადართოთ. და აი ჩვენი ახალი სეზონის პირველი გადაცემის ახალი ფორმატის მიხედვით ჩვენ მესამე ნაწილში გადავედით ჩვენი გადაცემისა მესამე 15 წუთეულში და თურაზე ვისაუბრებთ ამას დევი მოგვეტყვის. მოკლედ ვაგრძელებთ CES-ის თემას და წინა თემას მე გავაგრძელებ რომ 128 გიგაბაიტიან microSD ბარათი $100 ღირს, რაც $100-ით აძვირებს ამ მოწყობილობას, მეტი კი არაფრით. კი ბატონო. ანუ იმ 128 გიგაბაიტი რომელიც მას ჩაშენებული აქვს, უბრალოდ $1200 მოთხოვნა, ნამდვილად იქნებოდა ურიგო. მაგრამ მოდი ეს თემა წინა ბლოკში იყო, ოდნავ გადმოვედი ინფორმაცია როგორც კი მივიღე იმის დამიხედვით და ხრჩება რა? ხრჩება მოკლედ CES-ის კიდევ ერთი HP-ს პატარა ციცქნა სამაგიდე კომპიუტერები. რა შემიძლია? საერთოდ როგორც შევამჩნიე წლევანდელ CES-ზე კომპიუტერების მინიატურიზაციის თემა საკმაოდ აქტუალური იყო. მაგალითად Intel-მა წარმოადგინა ღილის ხელა კომპიუტერი, ასანთის კოლოფის ხელა და ასე შემდეგ. მოკლედ HP Pavilion Mini Desktop-ი და Stream Mini Desktop-ი
2.6 დიუმის სიმაღლის სისქის კომპიუტერებია. მაგონებს რაღაცა და Core i3 აქვს ამ ყველაზე კაი კონფიგურაცია. Mac Mini-ის მაგონებს უბრალოდ ეს ოდნავ მონგოლებული ფორმისა, ანუ ისეთი უფრო პატარაც არის. უფრო პატარაც არის, სადღაც ალბათ Apple TV-ს ხო, Apple TV-ს ხელა. რაც Apple TV-ს ხელა. რაში გამოგვადგება ეს კომპიუტერი მაგალითად? აი შეიძლება სრულფასოვნად მუშაობა. კი. თქვა Windows-ის დაყენება და Windows-ით არის რა თქმა უნდა. ხო, Windows 8. კი, 8.1. აჰა. თამაში გეიმინგი რამეს მეტნაკლებად სერიოზული ალბათ არა. სერიოზული გეიმინგზე საუბარი არის i3-ში ჩაშენებული ვიდეო ადაპტერი. ალბათ Intel HD 45000-ით. ხო, მაქსიმუმ მეკონდეს ამ კომპიუტერს. ნუ კაც ძველ Half-Life-ს გაუშვებს მაგ. ძველ Half-Life-ს ყველა კომპიუტერი გაუშვებს მე მგონი. ძველი კომპიუტერები უშვებდა და ეხა ახლები მეტი-უმეტეს ყველა გაუშვს, მაგრამ იმის გარდა რომ ეს კომპიუტერი რაღაც ხელმისაწვდომ ფასად იშოვება, ვთქვათ $150 ფარგლებში შეიძლება თუ ხო $180 ეღირება. $180 კომპიუტერისთვის არაფერი ფასი არ არის. დაახლოებით მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპიუტერი 45 ვატ ენერგიას მოიხმარს და ჩვეულებრივი დესკტოპი მოიხმარს სადღაც 450 ვატს, ხო? მშვენიერი გადაწყვეტილებაა მე თუ მკითხავ, მე აი ესეთი living room კომპიუტერისთვის, ანუ როგორ კომპიუტერისთვის, იცი? კომპიუტერს რომელსაც მაუსი და კლავიატურა თქვა აქვს wireless-ი. და მიერთებული ეს მოწყობილობა ტელევიზორზე. Media player-იც არის, browser-იც არის, ვიღაცას მოუნდება ინტერნეტში შესვლა, YouTube-ში რაღაც კლიპების გაშვება. მეგონი მშვენიერი გადაწყვეტილება. შეიძლება ბავშვს უყიდოთ და პატარა მარტივი შედარებით იაფიანი მონიტორი, მაუსი, კლავიატურა, ჩვეულებრივი და ექნება ბავშვს ჩვეულებრივი კომპიუტერი სადღაც $250-300 ფარგლებში. ისიც არის. ნუ მონიტორს გააჩნია. მონიტორსაც გააჩნია. ნუ ალბათ სადღაც 24 დიუმიანი მონიტორი, 22 დიუმიანი მონიტორი, ალბათ $150-170. ნუ $400, $300 ფარგლებში მე მგონი კომპიუტერს ავაწყობთ შვენიერს აი ესეთი გადაწყვეტილებით. მაგრამ Intel უფრო წინ წავიდა ამ შემთხვევაში. და მათ გამოუშვეს რაღაც საშინელება, ხო? Intel Compute Stick-ი. ნუ თვალშორის თავიანთ საიტზე უდევთ ეს პროექტი. დიახ. და საუბარი რაზეა, რომ ეს არის პაწაწინა, უფრო პატარა კომპიუტერი, რომელიც HDMI პორტში უერთდება მონიტორს ან ტელევიზორს. მაგრამ რაშია საუბარი, რომ ამ კომპიუტერს გააჩნია Intel Atom Z37335F. რას გვაძლევს ეს? ანუ Intel Atom-ი გვაძლევს 64 ბიტიან პროცესორს, Windows 8.1-ის და Linux-ის გაშვების საშუალებაზე. მას აქვს ოპერატიული 4 გიგაბაიტი, თორე 2 გიგაბაიტი ან 1 გიგაბაიტი, ანუ ორი სხვადასხვა ვარიანტია. გაზრდის შესაძლებლობა ალბათ არის. ოპერატიულის გაზრდის ამ კომპიუტერში ალბათ არანაირი არ იქნება. ორი ცოტა მეცოტავება. 2 გიგა? 4-ია უკვე. არა, დიმა, ხა კომპიუტერი რომელიც სადღაც ტელევიზორის უკანალში არის გარჭობილი, მასზე 2 გიგაბაიტზე მეტი ოპერატიული მეგონი არა საჭირო. Windows-ი მოითხოვს ასე. არ მოითხოვს Windows 8 ბევრს. YouTube-ზე ვიდეოს ყურება რამდენ ოპერატიულს მოითხოვს. არა, მე იცი, მე ნებისმიერ აი ასეთ მინიატურულ მოწყობილობას სხვა კუთხით უყურებ. არა მარტო იმისთვის, რომ ის ტელევიზორში რაღაც მედია ცენტრის იმაში ასრულებს. მე ადრე ჩვენ სხვა გადაცემებში ვისაუბრე იმაზე, რომ აი დაუშვათ smartphone კონდეს ისეთი smartphone-ი რომ მიდიხარ დილას სამსახურში, გირგას მაგიდაზე, სამუშაო მაგიდაზე, მონიტორი, კლავიატურა, მაუსი და დოკი და ჩაარჭვე. მაგაზეც ანალოგური, აი თქვათ ესეთი კომპიუტერი, თქვათ არ არის smartphone-ი, მაგრამ ძალიან პატარა ჯიბეში, შეიძლება კურტაკის ჯიბეში ჩაეტიოს, დილას მიხვალ სამსახურში ჩაარჭობ და იწყებ მუშაობას აგრძელებს, საღამოს ამოაძრობ მიხვალ სახლში და სახლში ასევე კომპიუტერი. აი მე ესეთი რაღაცა მომწონს. რომ მას აქვს ჩვეულებრივი ერთი USB host controller-ი, ანუ დიდი USB პორტი, სადაც მე შეგვიძლია ხაბი შევაერთოთ და ბევრი USB ხო, გარე ვინჩესტერები მივაერთოთ რაღაცები. მას არ ამგონია საჭირო იყოს, მას აქვს Wi-Fi მოდული, მას აქვს Bluetooth მოდული, მას აქვს ყველაფერი ისაც ჭირდება თანამედროვე კომპიუტერს და ეს ყველაფერი ჩატეულია ფლეშკის ხელა მოწყობილობაში. ფლეშკაზე ოდნავ დიდია, ნუ ეს სიგარეტის კოლოფის ხელაა. კი. და საკმაოდ კარგია, იმიტომ რომ ყვებას ითხოვს მხოლოდ mini USB-სგან, რომელიც ტელევიზორიდანვე შეგვიძლია გადავიყვანოთ და მივაწოდოთ ამ მოწყობილობას ყვება. ძალიან კარგი. მაგრამ რა ჩვენ თქვი იმ მოთხოვნებისთვის ეხლა ბატონო დიმიტრი, ჩვენ არ გვეყოფა Intel Atom-ის რა თქმა უნდა არ გვეყოფა. არც იმის, ამისთვის Nvidia Tegra X1 დაგვჭირდება, რომელიც სერიოზული ზემძლავრი მობილური პროცესორია, 64 ბიტიანი პროცესორისგან შედგება, 8 ბირთვიანი მთავარი პროცესორისგან და 256 გრაფიკული ბირთვისგან, რაც საბოლოო ჯამში 1 ტერაფლოპ სიმძლავრეს გვაძლევს.
მოკლედ Nvidia-მ კлау გაიგიჟა თავი და რაღაც ძალიან სერიოზული პროცესორი გამოუშვა. ანუ ეს არის Nvidia GeForce GTX 980-ზე აგებული მობილური პროცესორი. ანუ ფაქტობრივად მობილური ვიდეო არქიტექტურა გამოყენებული. ვიდეო ჩიპი იგივე ARM არქიტექტურაა, მეგობრებო. დიახ. სინამდვილეში ის არის მათემატიკური პროცესორი და ამ არქიტექტურაზე დაყრდნობით Nvidia-მ შექმნა 1 ტერაფლოპსი წარმადობის მქონე კომპიუტერი, რომელიც 15 წლის წინ, წუთი ბოდიში, წლის წინ ითვლებოდა სუპერკომპიუტერს ჰქონდა ასეთი სიმძლავრე. ამერიკის ენერგეტიკის სამინისტროს სანდიას ლაბორატორიაში ამ კომპიუტერს 159 კვადრატული მეტრი ჭირდებოდა, რომ ეს წარმადობა განახორციელოს. 500 კილოვატს იხმო მოიხმარდა. 500,000 ვატს, ანუ 500 კილოვატს. ხო. ანუ შეხედეთ 15 10 ვატს მოიხმარს ეს. ესე იგი წარმოიდგინეთ, შემდგომი 15 წლის შემდეგ სრულიად შესაძლებელი იქნება რომ მატრიცაც მივიღო. დიმა, მე რას ვსაუბრობ, იცი? ადამიანის ტვინი არის პროცესორი, ხო? ერთგვარი ბიოლოგიური პროცესორი. ერთგვარი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. კი, ერთგვარი ბიოლოგიური პროცესორი, რომელიც სადღაც 12 ვატ ელექტროენერგიას მოიხმარს, რომ გადავიყვანოთ ის კალორიები, რასაც ჩვენ მოიხმართ 12 ვატი ელექტროენერგია და ჩვენ იმისთვის, რომ იგივე პროცესები აღვაწარმოოთ, დაგვჭირდება დაახლოებით 100 მეგავატი. არ მიკურს. 100 მეგავატი დაგჭირდება. ეს რას ნიშნავს, რომ თუ 15 წლის წინ ამ ჩვენს რაღაც დიდ შენობებში განთავსებულ პროცესორებს ჭირდებოდათ 9 მეგავატი, ხო? კი. ამ შემთხვევაში 15 წლის მერე 10 ვატი არის ამისთვის საჭირო. 50000 ჯერ დაიკლო. 50000 ჯერ დაიკლო. შემდეგ 15 წლის განმავლობაში ალბათ ჩვენ გვექნება ის კომპიუტერები, რომლებიც დაკაჩავს იმდენს მიუახლოვდება ტვინის სისწრაფეს. ანუ რაში მდგომარეობს ხო ბიოლოგიური არსების ეფექტურობა, რომ ის არის ეფექტურობის ზღვარზე, ხო? ის ყველაზე ნაკლებს მოიხმარს და ყველაზე ეფექტურად ხარჯავს ბუნებრივ რესურსებს, ხო? ამიტომაც თოცხლობთ და ამიტომაც გვიდგას სული, ხო? შეიძლება მარტივად ასე ვთქვათ ბიოლოგიურად თუ მიუდგებით ამ ხორება ეს ბატონო? არა, მშვენიერია რომ ეს ყველაფერი მოწყობილი, მაგრამ მე რაც შეეხება ამას, ნუ Nvidia ამის პოზიციონირებას ახდენს smart მანქანებზე რა, ანუ ავტომობილებზე, სადაც თვითონ ივლის ეს ავტომობილი. ნუ ახლა რამდენად როგორ მაგიმას დროს ხო თქვენ ხო წარმოიდგინეთ, მე როგორც ზამაცი ადამიანი ავტომობილს არ ვატარებ და მინდა რომ ყავდეს, კონდეს. მოდი, ვიდეო გამოსახულების ხარდაჭერა 4K-ში 60 FPS-ზე შეუძლია, H265, H268 MP9 კოდეკები აპარატულად შეუძლია გაუშვას და რაში იქნება გამოყენებული ეს პროცესორი? 1.3 გიგაპიქსელიანი ფოტოს დამუშავება შეუძლია უწევ. ჰოპ და დაამუშავოს. ნუ ახლა არ ვიცი მეხსიერება თუ იქნება მაგისთან რომელიც ამას ჩაიწერს. ასეთ პროცესორს უნდა შესაბამისი მეხსიერებაც მივანიჭოთ. კი. და 20 ნანომეტრიან ტექნოპროცესზე მუშაობს. ანუ ეს სმარტფონებისთვის და თქვათ მობილური მოწყობილობებისთვის არის თუ დესკტოპური კომპიუტერები? საშუალოს ARM Cortex A53 არქიტექტურის პროცესორია და მის დაყენება შეიძლება სერვერებშიც. არა, ეგ ბესმის, ეგ გასაგებია, მაგრამ ანუ HP უკვე უშვებს სერვერებს, რომელზეც ARM პროცესორები აყენია და ალბათ ეს მოიპოვებს თავის ადგილს რომელიმე კომპანია ან თუნდაც HP-ს სერვერულ მოდულებში, ხო? გასაგებია. საშუალოს ჩვენ მალე ველოდებით ახალი HP-ს სერვერს, სადაც შევეცდები რომ ერთი მოდული ARM-ი გქონდეს. კარგი იქნება ნამდვილად, კარგი იქნება. მოდი გავტესტოთ და ვნახოთ რა შეება და ეს შეაძლებლობებს გვაძლევს. მოკლედ Nvidia-მ არა მხოლოდ მობილური ჩიპი გამოუშვა, მან ესეთ სუპერკომპიუტინგისთვის და სერიოზული კომპიუტინგისთვის და მისთვის სერიოზული პლატფორმა გამოუშვა და ჩიპსეტი გამოუშვა, ხო? კი, ნამდვილად. რომელიც ახლა ალბათ რომელიმე ფირმა გაიგიჟებს თავზე smartphone-ში ჩადებს ამას, მაგრამ აი ზუსტად ეს smartphone იქნება დიმა, რომელიც შენ ჯიბეში გედება, მე მოიტანს სამსახურში და ერთებდა სამაგიდე კომპიუტერი გახდება, მიიტანს სახში და გახდება სახლის კომპიუტერი. აი ეს უკვე შეძლებს. აი დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად შეუძლია. ხა 1 ტერაფლოპი წარმადობის მქონე იმას უკვე ყველაფერი შეუძლია, ხო დიმიტრი? აი Apple-მა რო აიღოს ეს ჩიპი, ჩადოს ახალ საინტერესო იქნება მობილურ მოწყობილობაში და გამოუშვას რამე უნივერსალური რაღაც გიჟი რაღაცა, რომელზეც სახში რომ მიხვალ Yosemite ჩაირთება ჩაულებრივი და ქუჩაში რომ მიდიხარ, თორემ iOS-ია გაშვებული. წარმოიდგინე რა კაი რამე იქნება. სხვათა შორის რახან Apple-ის თემას შევეხეთ, მართალია ჩვენ სიაში არ ქონება, ამ პატარა იმას გავაკეთებ ჩართულ, რომ წინადადებას რომ ჭორების თანახმად შესაძლოა გაზაფხულზე ჩვენ ვიხილოთ 12 დიუმიანი ეკრანის მქონე MacBook Air-ი. ეხლა დღეისთვის არსებობს 11-იანი და 13 დიუმიანი. და 12 რა საჭიროა? დევი შენ გახსოვს ალბათ ჩემი PowerBook-ი 12 დიუმიანი 2005 წლის მოდელი, რომელიც დღემდე მაინც კარგად მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ 10 წლის არის. ჩემი აზრით 11 ძალიან მცირეა.
13 კარგია, მაგრამ აი ექსტრემალურად მინიმალური ოდენობა 12 მე იმ კომპიუტერმა ძალიან ბევრი სიამოვნება მომაინჭა, იმიტომ რომ მისი ტარება ძალიან ადვილი იყო, იკავებდა მცირე ადგილს. ნუ ართალი ახლა 10 წლის წინანდელი ლეპტოპი დაახლოებით 3-ჯერ უფრო სქელია ვიდრე თანამედროვე ლეპტოპები, მაგრამ ნუ მაშინ ეს ნორმალური სიტუაცია იყო. შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ 12 დიუმიანი MacBook Air-ი თავის ადგილს დაიკავებს და რატომ დავიწყე ამაზე საუბარი, რომ არ გამოვრიცხავ ამაზეც არის ჭორები და არ ვიცი დადასტურდება თუ არა, არ გამოვრიცხავ, რომ აი ეს 12 დიუმიანი ლეპტოპი ესეთი ჰიბრიდული ფორმისა იყოს. ანუ iOS-ი და OS 10. ანუ მას ARM პროცესორი ჰქონდეს? თუნდაც. არ გამოიწვია. იქნებ ეს Nvidia-ს მოხვდეს მასში, რა ვიცი, ნახოთ. კი ბატონო. და ესე თქვათ მე ესეთ რამეს ვიტყოდი, რომ Apple-ისგან არ ველი რომ ის გამოუშვეს iPhone 6 mini-ს. არა, ეს ჭორები გაქარწყალდა. Apple-ის გამოშვების მუღამი მე მგონი დაეკარგა უკვე Apple-ს. კი, თუმცა ჩვენ 2 დღის წინათ დაბა კუპერტინოს Facebook გვერდზე გავაზიარეთ ფოტო, სადაც ნაჩვენებია, რომ eBay-ზე ჩვენი ძვირფასი ჩინელი მეგობრები ყიდიან კორპუსს iPhone 5S-ისთვის, რომელიც თლიანად იმეორებს iPhone 6-ის დიზაინს, ასე ვთქვათ, ანუ ისეთივე მომრგვალებული ფორმისა და ასე შემდეგ. უბრალოდ თქვენ შეგიძლიათ ის გადმოაწყოთ თქვენი iPhone 5 ამ კორპუსში და ასე ვთქვათ, რა გამოვაკეთეთ, არ ვიცი, უბრალოდ გეკინებათ პატარა iPhone 6. და ეხლა მინდა ერთი საბჭოთა კავშირული თემა შემოგთავაზოთ ბოლო 2 წუთის განმავლობაში, პირველი რუსული კომპიუტერი თავისი პროცესორით და საოპერაციო სისტემით. აი აქ ახლა თუნდაც ჟერდეს რაღაც საბჭოთა კავშირის. კი, იმიტომ რომ ახლა ტექნოლოგიებზე რომელზეც ახალი საუბარი, რომელიმე კორეულ კომპანიას რო უთხრა, სიცილით მოხდება დაიხოცებია სიცილით, ხო? ახლა სად სამყაროს ერთი B6-ედი რო იყო ისეთი ქვეყანა თავის დროზე და ახლა კიდე ალბათ ერთი მე-5-ედი არის დარჩენილი, ხო, ტერიტორიულად. არა, არ ვიცი, სიმართლე არ დამითვლია. ანუ ქვეყანა რომელიც მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, ტვინის რესურსებით, ყველაფრით მდიდარი ქვეყანაა და პროცესორი დღემდე ვერ უშვებს, ხო, თანამედროვე ხარისხის. არც თუ ისე მარტივია პროცესორის შექმნა ზოგადად. მაგრამ ნუ ახლა არა მარტო არქიტექტურულად შექმნა. ზე სახელმწიფო ახლა რო კითხო იქ. ძალიან ბევრი ტვინი 90-იანი წლები, ძალიან სერიოზული ტვინები 90-იანი წლების დასაწყისში გაედიდნენ იქ, სადაც საჭირო იყო კონკრეტულად. სადაც დააფასეს. ხო, დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. კი ბატონო, MCST გვატყობინებს ესე იწყება პოსტი და ესე დავწერებ მე. დიახ. რომ აპირებს გამოუშვეს კომპაქტური დედავლადა მონოკუბ M-ი, რაღაც რუსული სახელი ქვია, მონოკუბ, რაღაც. Elbrus 2CM პროცესორი ექნება მას. ეს Elbrus-ი დიდი ხანია, უკვე 15 თუ 20 წელია მუშავდება. ბაბაიანის უნივერსიტეტი ამუშავებს. კი ბატონო, ბაბაიანის ინსტიტუტი. და რა ექნება ახლა მას? PCI Express 1.0 Mini ITX form factor იქნება, USB 2.0, VGA, DVI, SATA 2.0, ID, რა თქმა უნდა, compact flash, RS232 და GPU რაღაც შესაერთებელ გამოსაერთებლები. მაგრამ რაცაა მთავარი. ხო. ესე იგი, პროცესორის ტაქტური სიხშირე 300 MHz, მუშა ტემპერატურა -40-დან +80 გრადუსამდე და 12 მილიარდი ოპერაცია წამში. ნუ ახლა იმ Nvidia-ს გრაფიკული ვერსიები, ეგ ზღვაში წვეთიც არის. დევი, შენ ხო ძალიან კარგად იცი, რომ ეს პროცესორი განკუთვნილია ძირითადად სამხედრო დანიშნულებისათვის. შეიძლება ეს გამოყენებული იყოს სამხედრო ავიაციაში, სისტემებში, კოსმოსურ ხომალდებში, რომელთათვის სრულიად საკმარისია. აი თუნდაც ელონ მასკის ახლა ხო თავის ახალ ხომალდებს და იმებს რომ ცდის, იქ გამოყენებულია ზუსტად ის პროცესორი, რომელიც აი წეღან ვახსენე 12 დიუმიანი PowerBook-ი რომ აქვს მე, 10 წლის წინანდელი, ზუსტად ის პროცესორი IBM-ის PowerPC პროცესორი გამოიყენება. მაგრამ კოსმოსური ხომალდისთვის აბსოლუტურად საკმარისია ის ტაქტური სიხშირე და ის შესაძლებლობები, რაც იმ 10 წლის და 15 წლის წინანდელ პროცესორს აქვს. იქ თავარია იყოს ანუ შენ თვლი რომ რუსეთი ამ პროცესორს და ამ რესურსებს სადაც სამხედრო სენსორს გამოიყენებს. ეს არაერთხელ აღუნიშნავ თვითონაც სტატიებში, რომ ისინი ვერავითარ შემთხვევაში ვერ ენდობიან ვერ შეერთებულ შტატებში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში დამზადებულ მაკომპლექტებელ ნაწილებს სამხედრო ინდუსტრიაში გამოყენებისათვის. ნუ არც არის და მოყვანილი იყო უამრავი მაგალითი. აჭირდება ამას მაგალითის მოყვანაც, იმიტომ რომ ეხა უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ხო, არა, კონკრეტული მაგალითებიც იყო მოყვანილი, რომ შეიძლება
ტაქტურის სიხშირეები და რაღაცეები სპეციალურად ხდებოდეს მისი შეცვლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტელემეტრიის არასწორი მიწოდება და შესაბამისად ხომალდი უბრალოდ ჩავარდება ოკეანეში დაუშვათ. და 1000 სხვა ვარიანტი შესაძლოა. მოკლედ, პირდებიან რომ 2018 წლისთვის დაგეგმილია 8 და 16 ბირთვიანი პროცესორების გამოშვება 20 ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და წარმოადგენთ 1 ტერაფლოპსი. ანუ გავლენ ესენიც ამაზე, 2020 წელს. ანუ 2018 მალე იქნება და ვნახავთ რას იზამენ. მე დიდად მე ეჭვება რომ თუ ამას არ ექნა, ვთქვათ, სამომხმარებლო ბაზარზე გასავალი, უბრალოდ სუბსიდირებით რასაკურველია შეძლებენ. ჩაყრიან უამრავ ფულს და მილიარდობით და ათობით მილიარდ მიიღებენ 10 წელ პროცესორს. ანუ 10 წელს არა, შეიძლება 1000 წელი პროცესორი ქონიათ, მაგრამ მათთვის ეს სრულიად საკმარისი და იყოთ. და იყოს რაც სჭირდება ბალისტიკური რაკეტების თუნდაც დაუშვათ. სატანა SS-60 20 თუ რომელიც ჩანდა. არ ვიცი. მოკლედ ამ ასე ვთქვათ ამ სევდიან ნოტაზე დავასრულებთ დღევანდელ გადაცემას და შემდეგ გადაცემაში უკვე ველოდებით Microsoft-ს ბატონო ტერი. აჰა, მობრძანეთ. გამოცხადდით თუ შეიძლება. აბა რა, ძალიან გაიწელა ეს. ვაკის მეხუთე სტუდიაში. ანუ სულ ვაცხადეთ და არ ჩანს ეს ხალხი და. აი, ერთი ძველი ფილმია საბჭოთა Mr. X რაღაც ილუზიონისტი, რომელიც არ ჩანს. აი, ბატონო ტერიც ესეთი Mr. X-ი და Mr. X-ი გამოჩნდება შემდეგ გადაცემაში და ველოდებით ჩვენ მას. მოკლედ Mr. X-ის ვისასალმებლად, ანუ რა Microsoft-ის რაღაც ჰიმნი უნდა ჩავრთოთ? აქვს Microsoft, აი Apple-ს აქვს ჰიმნი მაგალითად. We are Apple რაღაც. We are Apple. აი რაღაც ვკითხოთ წინასწარ და მომამზადებს. სხვათა შორის გუშინ ვნახე Steve Ballmer-ი, მან ხო შეიძინა გუნდი Los Angeles King კალათბურთის გუნდი და იქ რომელიღაცა ამერიკელი მომღერალი მღეროდა და Ballmer-ი თავის სტიქიაში იყო. მე შემიძლია მული მოხსნა და შეგვიძლია გადაცემის ბოლოში ვაჩვენოთ კიდე. არ გვინდა, ჩვენს გადაცემაში Ballmer-ი გორილასავით დახვდა. როგორც ყოველთვის კლასიკური ვიდეო. მოკლედ, ამით ჩვენი პირველი წლის 2015 წლის პირველი გადაცემა დასასრულს უახლოვდება და ჩვენ შევეცდებით რომ არ ჩავაგდოთ ხოლმე და წლის განმავლობაში 52 კვირაა, ხო? კაი, 2 კვირა დავისვენოთ, თქვათ შეუძლებლობა და 50 გადაცემა მაინც რომ ჩავწეროთ. 40 გადაცემა იქნება ამას ვკვირდებით. აი, რაღაც შუალედი 40-სა და 45 შორის. ნუ ყოველ შემთხვევაში ბევრი გადაცემა გვინდა რომ გავაკეთოთ და ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდოთ. ჩვენ ამაზე დაგემშვიდობებით და შევხვდებით მომდევნო პარასკევს აუდიო პოდკასტის სახით და შაბათს მაქსიმუმ კვირას ჩვენ უკვე გვექნება ვიდეო გადაცემა დამონტაჟებული აუცილებლად და განზადებული კი მეთქვის. ნახვამდის. მომავალ შეხვედრამდე.